გახარია საქართველოსთვის გორის ოფისში მაჟორიტარების წარდგენა და წინასაარჩევნო შეხვედრა გაიმართა. დისკუსიის ფარგლებში ხაზი გაესვა იმას, რომ გორის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს როგორც რეგიონული განვითარებისთვის, ასევე ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით. კანდიდატებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს გორი და მის სოფლებში ცხოვრება. გორის მუნიციპალიტეტის 9 სამაჟორიტარო ოლქში წარმოადგენთ პარტია გახარია საქართველოსთვის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები და ასევე მინდა გითხრათ ის, რომ მემორანდუმის ფარგლებში, რომელი მემორანდუმიც ჩვენ და ლელოს გვაქვს გაფორმებული, ამ მემორანდუმის ფარგლებში და თანამშრომლობის ფარგლებში ასევე ლელოს გავს წარმოდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და ასევე შეთანხმება გვაქვს, რომ გორის მუნიციპალიტეტში ლელოს გავს დატანებული მერის კანდიდატი. იმის მიუხედავად, რომ იყო ძალიან არათანაბარი პირობები ოცნების მხრიდან, იყო რაღაც შანტაჟი, ზეწოლა, ჩვენ მაინც შევეცდით და დავაკომპლექტეთ გუნდი ძალიან ღირსეული ადამიანებით, დავაკომპლექტეთ ძალიან მებრძოლი ადამიანებით, სულთა წარსულით, რაც შემდეგ უზრუნველყოფს ჩვენი ასე იგი კანდიდატების კონკურენტუნარიანობას. მე ვარ დასახელებული ნომერ პირველ ნომრად, რომელიც ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. მე მთების გადადგმას ვერ დავგვირდები მოსახლეობას, მაგრამ ჩემი გულმებიდან და ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი მიცნობს და მე ვფიქრობ, ბევრი კარგ საქმეს გავაკეთებ.